გეხსოვებათ, პრემიერ-მინისტრად რომ მუშაობს ირაკლი კობახიძემ ამ დაახლოებით წლინახევრის წინ, არასრული წლინახევრის წინ, აპრილის დადგება მალე წლისა და 3 თვის წინ თქვა ასეთი რამ წარმოთქვა ეს წინადადება, რასაც ტრამპი იტყვის, როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება. მაშინ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას და პერსონალურად ირაკლი კობახიძეს, თუმცა მას ჩალის ფასი აქვს ბიძინა ივანიშვილის კარზე, ყველას ჩალის ფასი აქვს, თავად ბიძინა ივანიშვილის გარდა, თვითონ კი რამზეს მეორეა აბასთუმნის უღრანებში გამაგრებული ოლიგარქი კაცი, მაშინ ირაკლი კობახიძესაც და არა მხოლოდ მას ეიმედებოდა, რომ ტრამპი საქართველოსთან მიმართებაში იტყოდა ორ ბიძინა ივანიშვილისათვის სასარგებლო სიტყვას. ანუ იტყოდა, რომ თქვენ უკანონოები სულაც არ ახართ. მოდი ახლა ხელახლა დავიწყოთ, გადავფურცლოთ ჩვენი ისტორიის მძიმე ფურცლები და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობაო ტრამპს ეს სიტყვა ჯერჯერობით არ წარმოუთქვამს მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძის უმცროსი კოლეგა, მეგობარი, პრეზიდენტად რომ მუშაობს ის მიხეილ ყაველაშვილი არ მინდა შემეშალოს და ორჯერ სწორედ ტრამპს გადაეკვეთა და ყაველაშვილმა, სწორედაც რომ ყაველაშვილმა ისიც თქვა, რომ თქვა და ფოტოების გავრცელდა, რომ გადავეკვეთეთ ჩვენ ჯეიდი ვენსო და იქ საუბარი ჰქონდა არა მხოლოდ ჯეიდი ვენსთან, არამედ მარკო რუბიოსთანაც, ან პირიქით არა მხოლოდ მარკო რუბიოსთან, არამედ ჯეიდი ვენსთანაცო, ანუ ვიცე-პრეზიდენტთან ეს საუბარი, ეგრეთ წოდებული საუბარი შედგა, ეგ რა მაგის პასუხია და მანამ სანამ ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდოდა კავკასიის რეგიონში და სომხეთსა და აზერბაიჯანს, ბაქოსა და ერევანს ეწვეოდა, ერთხელაც არ შეუთავაზებია ყაველაშვილს ჩვენთანაც შემოისეირნე შენგენაცვალე, მეო არ უთქვამს ეს, იმიტომ რომ ყაველაშვილი დამოუკიდებლად ნაბიჯს არა მარტო ვერ დგამს, არამედ დამოუკიდებელი ნაბიჯი რომ უნდა გადადგას, ამასაც ვერ ხვდება და საერთოდ არ იცის. რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას, გარდა იმისა, რომ მას რუსები, მაღალი ალბათობით ან ქართულგვარიანი რუსები უწერენ სიტყვებს, ასევე ეუბნებიან, კარნახობენ, რომ ეს აქცენტები უნდა დასვას, ეს აქცენტები უნდა გააკეთოს და ამ დავალებებსაც ან ძნელად, რთულად თუ ასრულებს კაცი, რომელსაც ქართული ოცნება ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტს უწოდებს, არჩეული არ არის, ოღონდ ესეც თქვათ, ის დანიშნული პრეზიდენტია, უბრალოდ კაცია, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს პრეზიდენტს და ოცნებას უწოდებს მას პრეზიდენტს უმაღლეს მთავარ სარდალს. ბოლო პერიოდია ევროკავშირიდან და არა მხოლოდ ევროკავშირიდან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ პოლიტიკა გამკაცრდა, ეს ვიცით, ევროკავშირის რეზოლუციები, ევროკავშირის გადაწყვეტილი ცალკეული განცხადებები, გადაწყვეტილებები ერთმანეთს მოძდებს ეს მკაცრი ტონი და მკაცრი ქმედებები ევროპის სივრციდან, მაგრამ არა მხოლოდ ევროპის სივრციდან, რამდენიც არ უნდა აპიაროს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ და მისმა წანაზარდებმა, მედია საშუალებებად წოდებულებმა, რუსთავი-ორმა, იმედმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პოსტივიმ და აგრეთვე ონლაინ მედიაში სხავთ მათ დასაყრდენები და პრაქტიკულად ყველა ვიცით ვინ არის, ვის ემსახურება და საიდან მისდით, როგორ მისდით მათ ერთგვარი დაფინანსება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მხარიდან წყარო, რასაკვირველია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ისინი აპიარებენ და მიუხედავად იმისა, რომ აპიარებენ, რომ აი ამერიკა არ შეუერთდა რაღაც ეუთოს სანქციებს, რაც ნიშნავს არ შეუერთდა, ეუთოს ყველა ქვეყნისათვის სავალდებულოდ გასაზიანებელია მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში საწერილი ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, რომელმაც დღის სინათლე იხილა და რომელიც ყველაზე მკაცრი სამოქმედო გეგმა თუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის, ისე მსოფლიო თანამეგობრობისათვის, როგორ უნდა ააწყოს ურთიერთობები მსოფლიოს თანამეგობრობამ ივანიშვილის რეჟიმთან, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც პირდაპირ მნიშვნელობით სავალდებულოა, მეთქი მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორთა შორის ჩვენც ვაღიაროთ, არ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატები, ეგრეთ სხვა ქვეყნებიც არ ყოფილა, 32 თუ არ ვცდები, ასეც წერეს სახელმწიფო მედია, ასეც წერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არა ინიციატორები ამ მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ აღასრულებენ მინსკთან, ანუ ბელარუსთან მიმართებაში, ან მოსკოვთან, ანუ რუსეთთან მიმართებაში ნაკლები ინიციატორი იყო ცალკეული ანგარიშებისა მოსკოვის
მექანიზმების ფარგლებში, EUTOS მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც ინიციატორები არ ყოფილან, არ გაიზიარეს ანგარიშები, რომლებიც ბელარუსს თუ რუსეთს ეხებოდა წლების წინ და წლების განმავლობაში. ევროპა განსაკუთრებით და მსოფლიო მეთქი ასე ვიტყვი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურებულია საქართველოსთან მიმართებაში, იცით თქვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის ცალკეულ წარმომადგენლებს კი არა ყველას, ვისაც დიპლომატიური პასპორტი როგორც ასეთი აქვს, მათ ჩამოერთვათ, მათ აღარ აქვს შესაძლებლობა დიპლომატიური პასპორტებით იმგზავრონ ევროპის კონტინენტზე. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ეს საუბრალო გადაწყვეტილება არ არის. მე მესმის, რომ ცალკეული ოღონდ არ მახსოვს ის პირები ჩავიდნენ თუ არ ვცდები სტრასბურგში და არ ვცდები, მაგრამ ისინი გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ჩავიდნენ ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტებით, ხოლო შენობაში მოხვდნენ საშვის დაშვებით. ანუ ისინი ამ პრივილეგიით კი არ სარგებლობდნენ, როგორიცაც სარგებლობს ყველა ქვეყნის დელეგაცია, არამედ ჩვეულებრივ რიგში ჩადგნენ მეთქი ასე ვიტყვი და შეაღწიეს კულისებში ევროპის საბჭოსი, კონკრეტულად სტრასბურგში ევროსაბჭოსი და იქ რაღაც სისულელეები ელაპარაკეს მეთქი კულისებში. უფრო და მე იქიდან დაიხატნენ უკაცრავად სიტყვისთვის და თქვენს რომ აგე ჩვენ მოლაპარაკეებში მონაწილეობთ. ევროპაში სამწუხაროდ არიან პირები, სამწუხაროდ ვაღიარებ და არც თუ ცოტანი, მაგრამ არა გადამწყვეტი მნიშვნელობის, გადამწყვეტი რაოდენობისა და გადამწყვეტი მნიშვნელობისა, რომლებიც ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს განა არა, მათ შორის ეხლა როგორ უნდა ვთქვა ასე ხმამაღლა, მაგრამ ეჭვი იმის თაობაზე, რომ მოსყიდვა მოქრთამით უჭერენ მხარს. რაღაცის დაპირებით, მოსყიდვა მოქრთამით მაინც და მაინც ფულს კი არ აძლევს რომელიმე აქაური ბანდიტი, იქაურ არასწორ ადამიანს, არასწორ პოლიტიკოს. არამედ რაღაცა სპირდება, რაღაცა ფართოგაგებით აღებ მიცემობა აქვს გაჩაღებული მასთან. ისინი უჭერენ მხარს ქართულ ოცნებას, მაგრამ საბედნიეროდ ისინი უმცირესობაში არიან და ამის დასტურია ევროსაბჭოს, ევროპის კავშირის რეზოლუციები, ამის დასტურია ის ცალკეული განცხადებები, რომლებიც კეთდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებიდან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან და არა მხოლოდ, არამედ გულისხმობ ბრიტანეთსაც და შეერთებულ შტატებსაც, რომელიც რიგშია მეთქი ვიტყვი ასე. ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ისედაც დიდი და დაძაბული ურთიერთობა, დიდი და რთული, დაძაბული შეიძლება არა. რთული ურთიერთობაა, ბევრი საკვანძო საკითხია, რომლებზეც მხარეებს ვერ მოულაპარაკია ტრამპი ხან სტარმერს, წაკბენს, მოდი ასე ვიტყვი, და ხან მაკრონს არინდობს და ხან მერცის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებას. ევროკავშირის ორი სახელმწიფო დავასახელი, ახლა საფრანგეთი და გერმანია და პრინციპში დავასახელი არაევროკავშირის წევრი სახელმწიფო ბრიტანეთიც, რომელიც ევროპული სივრცის ნაწილია პოლიტიკის ნაწილში მაინც და ისედაც რთული ვითარებაა მეთქი, რთული ურთიერთობაა არაორდინალურ ტრამპსა და ცოტა ძველ ყაიდაზე, ჯერაც ძველ ყაიდაზე მოწყობილ ცოტა მემარცხენე, უმრავლეს შემთხვევაში მემარცხენე ორიენტაციის, ფსიქოლოგიის, მიდგომების ევროპელ ლიდერებს შორის დარბელი ერთ-ერთი მთავარია, რაც შორის ასაკვირველია ბრიტანეთის ლიდერი. და ტრამპი კვლავ ვიმეორებ წაკბენს ხოლმე და უამრავი საჯილდაო ქვანსა, კამათო საკითხი აქვს. გრენლანდია, რასაკვირველია. არა ევროპას არც შეიძლება სურდეს, რომ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატები ან ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატები ასე ინტერვენციით შევიდეს დანიის კუნძულ გრენლანდიაში, ამიტომაც მიდის ხოლმე ეს გაუთავებელი ბაგირის საკუთარი თავისკენ გადაკაჩვა. ტრამპმა მოიგო ის კამპანია, ვერ გეტყვით რომ ტრამპმა მოიგო, მაგრამ ევროპამ მოიგო ის კამპანია. ვერც ამას ვერ გეტყვით. ორმა მხარემ, ევროპამ, რომელიც საკმაოდ ძლიერია, მიუხედავად ყველაფრისა და შეერთებულმა შტატებმა, რომელიც უმძლავრესია, მიუხედავად ყველაფრისა, ერთგვარად მოილაპარაკეს խոսხოში ამ ეტაპზე ასე ჩანს გრენლანდიასთან მიმართებაში არის კიდევ საკითხები, რომლებზეც ვერ მოილაპარაკეს მოცემულ ეტაპზე, განსაკუთრებით ვთქვათ უკრაინის კონტექსტში. ტრამპი იტყვის ერთს და ევროპელები სხვა პასუხს ახვედრებენ. ევროპელები იტყვიან ერთს და ტრამპი სხვა პასუხს ახვედრებს, თუმცა ძირითად საკითხებზე გავბედავდა ვიტყვი, ისინი მაინც შეთანხმდნენ, მაგალითად 5%-მდე თავდაცვის ხარჯების გაზრდა, მაგალითად ვლაპარაკობ, ერთი სახელმწიფოს გარდა პრაქტიკულად ყველამ გაზარდა. ტრამპის მოთხოვნა იყო ეს, ჩემი კი არა, ან რომელიმე ევროპელი ლიდერის კი არა და ახვა ამ ტრენდს, ამ ტენდენციას, ამ მოთხოვნებს, ამ პოლიტიკას ევროპის კავშირში არსებული ქვეყნების უმრავლესობა, ნატოს წევრები ვინც არიან, მოდი ვიტყვი ასე. თუმცა ევროკავშირში ისე თქვენ რომ ნატოს წევრი სახელმწიფოებს ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ავსტრია, რომელიც ნატოს წევრი არ არის, იმიტომ რომ ნეიტრალური სახელმწიფო.
მაგრამ ახლა ამ განსხვავებებზე არ ვილაპარაკებ, ახლა ნეიტრალიტეტზეც არ ვილაპარაკებ, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ბოდავენ, როდესაც ამბობენ, ალაპარაკებენ უფრო სწორად სხვებს, მათ შორის პროქსი პარტიებს და ამბობენ, რომ აი საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალური, მსგავსად შვეიცარიისა. შვეიცარია, რომელსაც გარშემო მტერი არ ახავს, კიდევ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, რომ იყოს ნეიტრალური, ოღონდ შვეიცარიის შეიარაღებული ძალები რომ ვიცოდეთ, მაინც თქვენ მოგმართავთ განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს, რომელსაც მოგეწონათ სიტყვა იმის თაობაზე, რომ უი, საქართველოს რა კარგი იქნება, თუ იქნება კავკასიის შვეიცარია და ნეიტრალური სახელმწიფო იმავდროულად შვეიცარია საკუთარ უსაფრთხოებას, საკუთარი შეიარაღებული ძალებით და საკუთარი შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თავდაცვის ხარჯებით უზრუნველყოფს თავიდან ბოლომდე, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ მას ბევრი მეზობელი ყავს. ნუღარ ჩავამასახელებინებთ ახლა, ნუღარ ჩავამასახელებინებთ ნურს მეზობლებს და არც ის დაგავიწყდეთ, რომ შვეიცარიის მტერი არავინ არ არის გარშემო და შვეიცარიას ყავს ძალიან მძლავრი შეიარაღებული ძალები საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ არ დაესიზმრება ისეთი შეიარაღებული ძალები, მაგრამ ამაზე არ მინდა საუბარი. ახლა სწორედ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის განსხვავებებზე ვილაპარაკოთ და ერთ წამს ამყვეთ ფლაძულს სიტყვა არ არის, მაგრამ დავიჯეროთ ბჭყალებში, რომ აი რასაც საქართველოს ხელისუფლების წანაზარდები, მედია საშუალებები აღწელებენ შეერთებული შტატების, სულაც არ უერთდება ეუთოს მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში დაწერილ ანგარიშს საქართველოს თაობაზე. ეს არის სამოქმედო გეგმა ყველასთვის და შეერთებული შტატები ამბობს, რომ არა, აი მე არ ვუერთდები. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების რეალური ლიდერი ბიზინა ივანიშვილი მართლაც ფეხებზე იკიდებს ევროკომისიის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ცალკეული ევროპული სახელმწიფოების ლიდერების განცხადებებს, რეზოლუციებს, გადაწყვეტილებებს და ასე შემდეგ, რეგულაციებს, სანქციებს და ასე შემდეგ და ის მართლაც ჩამობღაუჭებულია ვაშინგტონს ელოდება უკვე რა ხანია და წელიწად ნახევარი გახდება, ბალე, რაც ვაშინგტონიდან სიგნალი საქართველოსთან მიმართებაში არ ისმის და ვერც გაიგონებს ბიზინა ივანიშვილი პოზიტიურ სიგნალს ვაშინგტონიდან და გეტყვით რატომაც და ავხსნი და მე უკვე ერთ ინფორმაციასაც გაგიმხილთ. ვერ გაიგონებს იმიტომაც ყველაფერთან ერთად, რომ მოსკოვის თვის საქართველოს დატოვება ვაშინგტონს არ უნდა. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა. ბიზინა ივანიშვილს მიხავს საქმე იქამდე, რომ საქართველოს გახდეს მოსკოვის ერთგვარი არაღია, მაგრამ მოსკოვის კოლონია. ეს გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ვაშინგტონისთვის პრინციპულად მიუღებელია ის კავკასიის რეგიონში 2/3-ში სომხეთსა და აზერბაიჯანში პრაქტიკულად შემოსული არა მხოლოდ უსაფრთხოების, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც არა მხოლოდ ეკონომიკური პროექტები ტრიპი და არა მხოლოდ არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ან უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის კუთხითაც აზერბაიჯანი და სომხეთი მისი მყარი პარტნიორები არიან. 1/3-ს კავკასიის რეგიონისა რუსეთს არ დაუტოვებს, საერთაშორისო შტატები რუსეთს არ დაუტოვებს, იმიტომ რომ ამ 1/3-დან დანარჩენ 2/3-ში რევანშის შესაძლებლობა შეექმნება რუსეთს, როცა იქნება მაშინ, როცა მოიცლის. ამიტომ თუ წაღლეტვა, თუ წაგლეჯვა, თუ გამორთმევა შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოვართვას რუსეთს მთელი კავკასიის რეგიონი ეტაპობრივად. პირველი ეტაპი იყო მაინც სომხეთ-აზერბაიჯანის წართმევა, მიუხედავად იმისა, რომ გიუმრის ბაზაა სომხეთში და მეორე ეტაპი უთუოდ იქნება საქართველოს წართმევა რუსეთისათვის, როცა იქნება მაშინ. როდის იქნება? ჩვენ რო ადეკვატური ხელისუფლება გვყავდეს, ჩვენ უკვე ვიქნებოდით ამ დუეტთან ერთად მესამე ნაწილი და პირველი და მთავარი ნაწილი ტრიოს შემადგენლობაში საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, მაგრამ ჩვენ არ გვყავს ადეკვატური ხელისუფლება, ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება და შეერთებული შტატები ჯერჯერობით ვერ იცლის იმისთვის, რომ ამ რუსულ ხელისუფლებას კისერი მოუგრიხოს. გარდა ამისა და ძალიან მნიშვნელოვანია. ისედაც ბევრი საკამათო სამსჯელო ერთმანეთთან საჩხუბი აქვთ ევროპასა და შეერთებულ შტატებს. და ევროპის გადაწყვეტილებები, მოდი ასე ვიტყვი, ევროკავშირის გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას სულ რომ არ მოსწონდეს, ნახეთ როგორ მსჯელობთ და როგორ ვაყალიბებთ, სულ რომ არ ეთანხმებოდეს საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის უმრავლეს შემთხვევაში ან ცალკეული სახელმწიფოების მიდგომას, პოლიტიკას და ასე შემდეგ ახალ საქართველოსთან მიმართებაში ახალ საჯილდაო ქვას, ახალ საკამათო თემას ევროპის კავშირთან შეერთებული შტატები, ანუ ვაშინგტონი, ანუ თეთრი სახლი, ანუ ტრამპის ადმინისტრაცია უბრალოდ არ
შექმნის. საქართველო არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვაშინგტონიდან დაიცვას ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი და არ დაჰყვეს, არ აჰყვეს უფრო ზუსტი რომ იყო იმ ძირითად ტენდენციებს, რომლებსაც იმ ძირითად პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს, აყალიბებს, ქმნის, აწარმოებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირი რომ კაცრზე მკაცრი ხდება და საერთოდ ევროპული კონტინენტი, ამის ნათელი დადასტურება არა მხოლოდ EUTOS, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები შედის, არა მხოლოდ ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ევროკომისრების, ან ევროკომისიის, ზოგადად ევროპარლამენტარების, ან ცალკეული სახელმწიფოების განცხადებები, პოლიტიკა, მიდგომები, ახალი პრინციპები და ასე შემდეგ, არამედ ისიც, რომ მაგალითად 16 მარტს დღეს 13 გვაქვს, ანუ 3 დღეში 2 შაბათს გამოდის თუ არ ვწდები, დაინიშნა ევროკავშირის საგარეო მინისტრების საბჭო, გერმანიისა და საფრანგეთის ხაზს უსვამ, გერმანიისა და საფრანგეთის მოთხოვნით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებიც კი დაამატეს ხის წესრიგში. რა აჯანადება უნდათ გერმანელებსა და ფრანგებს, ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რომ ახლა დგება, უკვე დგება მომენტუმი, როდესაც რუსეთს უნდა გამოსტაცონ ბიზინა ივანიშვილი რომ აზის, ბიზინა ივანიშვილი რომ მართავს მოცემულ ეტაპზე სამწუხაროდ, ის საქართველო და საქართველოს უნდა გახდეს თანავარსკვლავედის, ასე ვიტყვი, ან თანამებრძოლთა შორის, ოღონდ თანამებრძოლობაში მაინც და მაინც იარაღის აღებას სულაც არ გულისხმობ, მაინც და მაინც იარაღის აღებას არ გულისხმობ. მოლდოვა თანამებრძოლია, რომელსაც იარაღი არ აუღია ხელში. სომხეთი და აზერბაიჯანიც კი, რომლებიცაც ნაკლები ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით აზერბაიჯანს ევროკავშირთან ან გერმანიასთან, მაგალითად ხო? ისინი თანამებრძოლები, ანუ ადეკვატურები არიან. ეხლა ისმის კითხვა, ვაშინგტონი ამ პოლიტიკას დაუწუნებს ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებს, გერმანიასა და საფრანგეთს ასე მაგალითად თუ მოუწონებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ბიზინა ივანიშვილი 12 16 კი არა, 160, 320 ან 640 მილიონ დოლარს მიუტანს ლობისტურ კომპანიებს, შეერთებულ შტატებს და იტყვის, რომ გთხოვთ, გევედრებით, ჩამიწყეთ ტრამპთან, იქნება და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა, აკი დაგგვპირდაო. მე ფეხებზე მკიდია ევროკავშირი, მაგრამ აი ვაშინგტონი რასაც გვეტყვის, იმას გავაკეთებთ და გთხოვთ, ჩააწყეთ ისე რომ მაშინ ჩააწყეთ, მოახერხეთ, გაჩარხეთ ისე რომ ვაშინგტონმა თქვას საჩვენო განცხადებები წარმოთქვასო, გააკეთოსო. ამ შემთხვევაშიც კი ლობისტები თუ აიღებენ პირობითად ცხადია 640 მილიონზე ლაპარაკი არ იქნება, მაგრამ თქვათ 10 ჯერ ნაკლებს 64 მილიონს და დაიწყებენ ამის გაჩარხვას, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დაელაპარაკება საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების ვერც ერთ წარმომადგენლებს დამოუკიდებლად იმისა, რაც დაპირდა რუბიო თუ ჯეიდი ვენსი თუ უშუალოდ ტრამპი და გირეკავო რო უთხრა ვითომ მიხეილ ყაველაშვილს ან ყობახიძეს ან ივანიშვილს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ივანიშვილმა პერსონალურად არა ერთხელ დაარღვია წითელი ხაზები EUTOS ანგარიში. ყველა წითელ ხაზია საუბარი, რაც შემოერღვა კი არა შეგნებულად დაარღვია, გადაკვეთა ბიზინა ივანიშვილმა. არ არის ორი ასპექტი აღნიშნული, რომელიც ვერც იქნებოდა, ეს არის ყობახიძის ჩასვლა ირანში, ორჯერ ზედიზეთ, ეს არის სამძიმრის წერილები და ანძის განათლება ვერც იქნებოდა ამაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში, ასევე ახალი სულიერი ლიდერისათვის მილოცვა ვერ იქნებოდა EUTOS მოსკოვის მექანიზმებით არსებულ ანგარიშში ამაზე აქცენტი გაკეთებული. ეს არის მეოთხე ორი კი თქვი, ამბოდის რომ 5-ია თუ 4-ია, ეს არის პირადად ივანიშვილის მიერ, პერსონალურად ივანიშვილის მიერ მარკო რუბიოს წერილის არ მიღება 4 ჯერ, 5 ჯერ და კიდე ბევრჯერ. ანუ კიდე 200 ჯერ. საქართველოს ხელისუფლებამ გადაკვე ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ გადაკვეთა წითელი ხაზები, სულ რომ 64 თუ 128 ორზე გავამრავლე მილიონი დოლარი მიიღოს რომელიმე ლობისტურმა კომპანიამ, არ ვიცი, ბიზინა ინკორპორეიშენმა ვაშინგტონში, სულ რომ წიხლით შედიოდნენ ისინი სახელმწიფო დეპარტამენტში ან თეთრ სახლში, რაც წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც შეერთებული შტატები ამ ყველაფერს რასაკვირველია, მათ შორის EUTOS ანგარიშსაც მიაქცევს ყურადღებას. აღარ ვლაპარაკობ იმას, რასაც იტყვიან, რაზე სილაპარაკებენ მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები 16 მარტს და რა გადაწყვეტილებების მიღებული აქვს ევროპის კავშირს და ბრიტანეთს საქართველოსთან მიმართებაში მანამდე, ანუ აქამდე. ამიტომ ამის ეს არ იქნება გრენლანდია ისე რაც მოსაგვარებელია ბოლომდე, ისე რაც უამრავი საკამათო თემა აქვს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, ისე რაც ბევრი საჯილდაო ქვარია, მოუგვარებელი საკითხია, წერტილ დაუს არ დასმული საკითხებია, ძახილის ნიშან არ დასმული წინადადებებია და ეხლა ამ მართებულად ვიქნები გაგებული ამ პატარა შეერთებული შტატებისა და გეოპოლიტიკისათვის არ მინდა რომ ვინმე ამოჭრას, ამიტომ სულ სიტყვას არ ვიხმარ თქვენის ნებართვით.
ამ პატარა უპატარავესი საქართველოს და მისი შლეგი ლიდერის პრობლემებზე რატომ და საკითხებზე რატომ დაედაკოს ერთი სივრცე მეორე სივრცეს ამიტომ ვაშინგტონი აქ იქნება მაქსიმალურად პროევროპული მეთქი თუ ვიტყვი არ გაგიკვირდებათ იმედია აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის ბოლო ჩაბღაუჭება ხავსი რომ აი ვაშინგტონი რასაც იტყვის ვაშინგტონი ისე იქნება კობახიძემ თქვა ეს წელიწადნახევრის წინ ესეც ნელ-ნელა ინგრევა, ამით უფრო ინგრევა იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებში შესანიშნავად იციან, რომ ბიზინა ივანიშვილის კარის ფილოსოფოსი ზაზა შათილიშვილი ესე დრამეს ამგვარ რაღაცებს წერს ხოლმე. ოღონდ ბიზინა ივანიშვილის მაღალი ალბათობით ბიზინა ივანიშვილის შეკვეთით და ბიზინა ივანიშვილის ბრძანებით და ბიზინა ივანიშვილის ტექსტია უმრავლეს შემთხვევაში კი არა სულ ის რასაც ზაზა შათილიშვილის ავტორობით გვაცნობენ ხოლმე. ამიტომ ეს ვაშინგტონმა იცის და ვაშინგტონი ამ ურთიერთობას არ გადატვირთავს კიდევ ერთხელ ვიტყვით. და შეეხება ექსკლუზიური ინფორმაციას, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება 21 წუთი მიიწურება ამ ვიდეო ბლოგისა. შეერთებულ შტატებს არ აყავს აქ ელჩი, იცით თქვენ. როდის ჩამოვა ელჩი საქართველოში შეერთებული შტატებიდან? მიგვაგდეს ამ კითხვას თქვენივე ახლობელ მეგობრები. ვინც ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგია, მაგრამ ცოტა აპათიურ მდგომარეობაშია, ისინი დასვამენ ხოლმე, სვამენ. ნუ სთხოვთ დასავლეთს, იმაზე უფრო მეც ვიდრე გააკეთა. ეუთომ რაც გააკეთა საბოქმედო გეგმა რომ დაწერა, ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ჩვენი ვთქვათ, ჩვენი სიტყვა კიდევ უფრო ხმამაღლა ვთქვათ, ვამბობთ, მაგრამ კიდევ უფრო ხმამაღლა ვთქვათ პოლიტიკოსებმა და არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა. და ასევე ამ დე-ფაქტო ხელისუფლებაც უნდა თქვას, ოღონდ ის რუსული ხელისუფლება, ამიტომ ის არაფერზე არ დასტანხდება ეუთოს მოსკოვის ანგარიშში არსებული რეკომენდაციებიდან არ არის. რაც შეეხება ექსკლუზიური ინფორმაცია, შეერთებულ შტატებს არ ახავს ელჩი, ვიცით ჩვენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებულ შტატებში არ ფიქრობენ პოლიტიკის შემუშავებას, სახელმწიფო დეპარტამენტში ცალკე მეთქი ასე ვიტყვი და თეთრსახში ცალკე, ოღონდ ეს ყველაფერი რასაკვირველია უნისონშია ერთმანეთთან, ანუ ვაშინგტონში, მოდი ვიტყვი ასე. შეერთებულ შტატებში ვაშინგტონში თეთრსახთან ურთიერთობის დაალაგებას ხას უსვამ, თეთრსახთან ურთიერთობის დაალაგებას ცდილობს ბიზინა ივანიშვილი და მე თუ ვიტყვი რომ არ გამოსდის მეთქი, არც თქვენთვის იქნება ეს გასაკვირი. სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელსაც ხელმძღვანელობს მარკო რუბიო, მასთან ურთიერთობის დაალაგებას ცდილობდა ბიზინა ივანიშვილი საკუთარი ლობისტების გამოყენებით, მაგრამ ვერაფერს გახდა რა. იმიტომ რომ შეუვალია სახელმწიფო დეპარტამენტის ის deep state-ი ბიუროკრატია, რომელიც მათ შორის საქართველოსზე უფრო ფართო გაგებით კავკასიის რეგიონზე და კიდევ უფრო ფართო გაგებით ამ ზოგად რეგიონზე არის პასუხისმგებელი. ხო და ბიზინა ივანიშვილი გადმოერთო თეთრსახზე, ღეჭავს შეგდებულად იმისთვის, რომ კარგად ავხსნა ამ მდგომარეობა ახლა და თეთრსახთან ლობისტები, ვინც შეიძლება იყვნენ, მათ ელაპარაკება, ოღონდ ყველგას ელაპარაკება, ვისთანაც შეიძლება ურთიერთობის, რაც შეუძლია თეორიულად ურთიერთობის გაჩაღება და ფულსაც არ იშურებს მათთვის, ანუ ლობისტური კომპანიებისათვის, ლობისტებისათვის, რომელსაც აქვთ ლეგალურად ფულის მიღების უფლება ბარემ ვიტყვი. ოღონდ არსებობს რაღაც ზღვარი, რომელსაც ის ლობისტებიც, რაც არ უნდა მაგრები იყვნენ, რაც არ უნდა ფული მისცენ. ხო, ვერ ლახავენ. ეხლა გავიგე რომ ლობირებენ, ერთი მაგალითად მეგობარი აქტი შეაჩერებინეს ზედაპალატაში ფრონტერა გარეული, იქ ვინც ერთ-ერთი სენატორი ვინც ჭედავდა, ის საერთოდაც ჭედავდა, კარგი სიტყვა, ის საერთოდაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაფერი ეს გავიგე. მაგრამ ამის მიღმაც ამერიკის შეერთებული შტატების სისტემა ისე კი არ არის მოწყობილი, რომ ფული თუ გაქვს აუცილებლად ყველაფერს იყიდი, ინფლაციის სიტყვა არ არის, მაგრამ ყველაფერს მოაგვარებ, ყველაფერს გაჭარხ. არსებობს რაღაცა, რაზეც ლობისტები კი არა, სუპერლობისტები, რასაც სუპერლობისტებიც კი ვერ ახერხებენ, მით უმეტეს, როდესაც სისტემურ მიდგომასთან არ აქვს საქმე და სისტემური მიდგომების შემკვეთი არის. სისტემური მიდგომების სურვილის მქონე შემკვეთი არ ხავთ. ბიზინა ივანიშვილს ყველაფერი უნდა გუშინ, მას ეჩქარებოდა და ეჩქარება გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისა სწორედ შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია მიიღოს. ხო და მას შემდეგ რაც ლობისტები ვერაფერს გახდნენ და ბიზინა ივანიშვილის შეკვეთებიცაც ბევრი ვერაფერი გაიგეს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ბიზინა ივანიშვილს ჩაეხსნენ ეს ლობისტები. ბიზინა ივანიშვილი ამის გამო გადაფსიხებულია და თუ ჩაეხსნენ, თუ ეს ინფორმაცია სწორია და რაღაცა ჩაეხსნენ, თუ ეს ინფორმაცია სწორია, განცხადება ვაშინგტონიდან, საქართველოსთან ანტიბიზინისტური განცხადება კარსაა მომდგარი. და ამას უკავშირდება ჩემი ანალიზით, ვიტყვი ასე, ინფორმაციით არა,
ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების, გერმანიის, საფრანგეთის, ევროკავშირის როგორც ერთიანი ორგანიზმის, ბრიუსელის, ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების, არა მხოლოდ საფრანგეთისა და გერმანიის, არამედ სხვა წყალებში მეორე ხარისხოვანი სახელმწიფოების გერმანიასთან შედარებით არალიდერი სახელმწიფოების გააქტიურება, საგარეო უწყებების, მათი კონკრეტული ქვეყნების პარლამენტების, პარლამენტის საგარეო კომიტეტების, ცალკეული დეპუტატების, ცალკეული ევროპარლამენტარების, ევროპის საბჭოს, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ყველაფრის ერთიანი და ძლიერი ერთფრონტალური მეთქი ასე ვიტყვი, შეტევა ბანდიტ ბიძინა ივანიშვილს. აი ეს ნიადაგი რომ მომწიფდება და ეს შეტევები რომ განხორციელდება, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება არა, საქართველოს უნდა დააბრუნონ განვითარების სწორ რელსებზე, უკვე შემდგომ იქნება განცხადება ვაშინგტონიდან ოღონდ ჩემი ინფორმაციით, ოღონდ არა სახელმწიფო დეპარტამენტის, არამედ თლად თეთრი სახლის დონეზე თეთრ სახლში ერთი მთავარი პირი, მეორე არც თუ მთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანი პირი, ანუ ვიცე-პრეზიდენტია და სხვაებიც არიან გასაკვირველია, რომლებიც მუშაობენ ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტში, განსაკუთრებით რუსეთის სამხრეთ მეზობლების კონტექსტში და ამ სამხრეთ მეზობლებიდან ორში ამერიკის შეერთებული შტატები შემოსულია და საქართველოს ვინ ტოვებს, ვინ ჩატოვებს. თან არ დაგავიწყდით, რომ საქართველო არის შავი ზღვის ქვეყანა და კი ბიძინა ივანიშვილის არასწორი კალკულაცია ერთია, გაუთვლელობა მეორეა, რუსულობა მესამეა და ასე შემდეგ, მაგრამ შავი ზღვის კონტექსტი შეერთებული შტატებისთვის და მისი ეკონომიკური პოტენციალი იმდენად მნიშვნელოვანია, ეკონომიკური, ფინანსური პოტენციალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არავინ არ დატოვებს. ოღონდ აქაც ჩვენც უნდა ვივარგოთ და გვაქვს საფუძვლები აგეუთო მართლა სამოქმედო დეგება და გვიდოლ ამის. ჩვენც უნდა ვივარგოთ ეს ერთი და მეორე რაც მნიშვნელოვანია. კარგად უნდა შევარჩიოთ ჩვენი მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისათვის გადამწყვეტი დარტყმების ხას უსვავ კანონის ფარგლებში დრო, ვითარება და ტაქტიკური ნაწილი. სტრატეგია გასაგებია. ტაქტიკური ნაწილი ამ მხრივ მე მივესალმები მაგალითად ოპოზიციის გაერთიანებას, რომელიც ერთიანი სტრატეგიით ივლის. მოდი ვიტყვი, ასე არ ვიმედოვნებ, ასე ძალიან ძვირფასია ეგრე მაგის პასუხია ამ ალიანსის მორღვევა და მოუგებად იმისა, რომ ლიდერი მოგწონს და არ მოგწონს, არც მე არა მაქვს ხა საუკეთესო ურთიერთობა პრაქტიკულად არავის თან მეთქი 1-2-ის გარდა ამ ალიანსისა, მაგრამ მივესალმები ყველას, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი ალიანსი და კარგი ალიანსი და გამარჯვებისთვის ერთ-ერთი საწინდარი ალიანსი, რომ ვიცოდეთ მაინც. მოკლედ შეერთებული შტატებიდან განცხადება იქნება. მოდი ვიტყვი ასე, არა უგვიანეს ავიღებ მაქსიმუმს, ეს მაქსიმუმიც მალე მინიმუმამდე დავა და არც თუ ისე შორს არის. არა უგვიანეს სექტემბრის მიწურული, ოქტომბრის დასაწყისიდან, მანამდე ირანი სამბავი დასრულებული იქნება კავკასიაში, კიდევ შემოვა, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ შემოსულია შეერთებული შტატები, ევროპაც ცოტა დაწდება, დაღვინდება, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისას და ასე შემდეგ. ტრამპი ახლა უკვე შემდგომ დაიწყებს კუბის ოპერაციას, კუბის წინააღმდეგ ოპერაციას და სწორსაც იზავს და ასე შემდეგ და უკვე შემდგომ ჩვენ მივდივართ საქართველოში კვანძის გახსნამდე და ბიძინა ივანიშვილს ეუთო რომ არ აშინებს და სისულელეებს რომ აბოდინებს თავის მომხრე მედია წანაზარდებს, უკვე შემდგომ განცხადებები შეერთებული შტატებიდან მაღალ დონეზე თეთრი სახლიდან ბიძინა ივანიშვილს გაახსენებს იმ სიტყვებს, რომლებიც წარმოთქვა ირაკლი კობახიძემ, რასაც ტრამპი იტყვის, ისე იქნება. რასაც ტრამპი იტყვის, ისე იქნება და რასაც ქართველი ხალხი იტყვის, ისე იქნება და ქართველმა ხალხმა თქვა ასე. ბიძინა ივანიშვილი არის რუსული გემის უკაცრავად სიტყვისთვის და პასაჟირი და ის ქართულ პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა მონაწილეობდეს. არ უნდა მონაწილეობდეს, იმიტომ რომ მან მისდა სავალალოდ უკვე აირჩია, დიდი ხანი აირჩია გადაბარგება რუსულ ნავსათუ გემში. ის კი რუსული ნავი თუ გემი არის მოსკვა, რომელსაც კუნძულის ზმეინიდან მიაძახეს ის, რაც მიაძახეს. ნახვამდის.